ახალი წელი დგება 30 რიცხვია და უკვე როგორ იყო იცით რომ თბილისიდან ვინც დავდიოდი ქუთაისში ავტობუსი მოდიოდა ხოლმე ამ დღესასწაულებს და მოვყავ თბილისში რა შესვენებაზე ვარ გამოსულები აივანზე ყავასვავ რა და როგორი ამინდია იცით თოვრჭყაპია რა თან თოვს თან დადებული აქვს თან დნება თბილოდა რა და მოკლედ ეხა ქართველი კაცის ამბავი იცით რა ახალი წელი კარს ჩამოხსნეს გაყიდის ახალი წელი სტუმარი უნდა მიიღოს ახალი წელი დაიყენოს რა და აი როგორი სახით მოდის იცი კაცი იქ არის მაგრამ არ არის ფიქრებს სხვაგან არის ფიქრებს სხვაგანაა რა ეხლა ჩემი აზრით რას ფიქრობს იმიტომ ყველა თითზე ქონა ეს ცელოფნები ქონა ჩამოკიდული და ჩანს ზემოდან ეს თითები გაშავებული რო აქვს რა პარკები რო სისხლია ხო პარკები აქვს სისხლი აღარ მოძრაობს ყველა თითზე პარკი აქვს და ეთყობა ყველა ფული დახარჯა რაც ქონდა ტაქსით ვერ მიდის ავტობუსს ელოდება ხაზის ავტობუსს ხო ხო და ეხლა იცი როგორი ფიქრებია გემჩნევა სახეზე აწერია რომ კაი ახალი წელი ხო მარა მე რა ვქნა ამ ფიქრებში არის და ეს ბირჟავიკები ქუთაისზე მაკვარანცხები ხო იცი ახალი გამოსული იყო ესეთი ასაფეთქებლები ფითილი ქონა გაკეთებული ლიმონკა იყო სულთა რა ხო და ეს ფიქრებში რო ეხა ამათ ვერ ამჩნევს რა ის თავის ფიქრებში და მან გაუკიდა ცეცხლი უყურებთ ამას ყველაფერს დიდი გუბე იყო და ამ გუბეში შეაგდო ესე დაიძახა მაგრამ ეს აიღო მთლიანად ეს ჭყაპი და გადაავლო ზედ ეს ვერ მიხვდა რა მოხდა ამ ხელ აფეთქება იყო თან ჭყაპი გადაევლო ეგონა ბომბა ჩამოაგდეს თუ რა იყო და ამ პარკების ხელს არ უშვებს თან აქეთ ესა იქეთ ესა დაბდეული და ესენი ხო ხარხარებენ და მიხვდა რაშიც იყო საქმე რომელი იყავითო ასე დაფეთებული ვეტაკე დედა თქვენ